მოსამართლემ სინდისის პატიმრობაში დატოვა, მანამდე კი იყო 10 საათიანი სასამართლოს ხდომა, იყო ხმაური დაპირისპირება მოსამართლის მუქარას ხდომის ნაწილობრივ დასრულებაზე და დახურვაზე, რაც დღის ბოლოს მან რეალურად სისრულეში მოიყვანა და დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები და საგულშემატკივროდ მოსული მოქალაქეები სხდომათა დარბაზიდან გამოაძევა და სხდომა ასე გააგრძელა. იყო მიმართვები სინდისის პატიმრების მხრიდან და ისინი ითხოვდნენ პროკურორისგან დაზუსტებას მათ მიმართ წაყენებული ბრალდების კონკრეტულად რას ედავებიან თითოეულ დაკავებულს და სთხოვდნენ დაკონკრეტებას. მაგალითად, თუ არსებობს კონკრეტული პოლიციელი, რომელიც კონკრეტულ დაკავებულს ხელს დაადებს და იტყვის, რომ მისი ნასროლი ბოთლით მათ დაზიანება მიიღეს. ეხა რასაც ვისმენ, ეხა გამახსენდა ისა, რა ქვია. რადიო რო არის, ფრანგულ რადიოს რო იჭერს, რატომაც არავინ რო არის ის რატო იჭერს და ცოტა ხანი რო აჩერებ, რო გინდა რომ რაღაცა დააფიქსირო, რომ გაიგო. აი დაახლოებით აი ესეთი ბრალდება არის რა, რო გინდა რომ გაიგო, აი რაღაცა მაინც დაიჭირო, რას გედავებიან და აი მაინც ვერა. ხო და რაღაცა წარმოუდგენელ ამბავში ვართ, ვიდეოში 3 ნიუტი რასაც ვისვრი, 2 მესროლეს თვითონ. პირველება, ორივე მომხვდა. ხო, ანუ შესაბამისად ეს არავის არ დაუოლებია ჩემთვის. და ვერც ვერავინ დამავალებს მე ვიღაცა არ ვარ, რომ ვიღაცებს რო რაღაცებს ავალებენ და მე აკეთებენ, მე ეგ არ ვარ. თუ ოდნავ მაინც გონიათ მართლები, 1%-ით მაინც გონიათ თქვენი თავი მართლები, მე გეტყვით, რომ თავს არავის არ ვადარებ, მაგრამ გეტყვით, რომ თვითმფრინავის ბიჭების ბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ გიხედავთ ისტორიის ვინ რომელ ფურცელზე არის. ეს იქნება ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ აი რამდენიმე წლის მერე რო გადავხედავთ, რაც საგნა მოგვიწიოს ჩვენ, ვინ სად იქნება. ჩემი სოლიდარობა ბატონ ჯანოს და მინდა გავიმეორო, ემოციები უნდა განახათ მაშინ, როდესაც ჩვენ თვალწინ ქალებს, ახალგაზრდას, ბიჭებს, სტუდენტებს როგორ ექცეოდნენ სამართალდამცავები. აი ემოციები იქ უნდა გენახათ. იმ ტიფლიში ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს იმ წესრიგის დედავატირეს, სადაც მე მოღალატე ვარ და შენ კი მირიო და ახლა რო გიყურებ ზუსტად იგივე განცდა მაქვს იმ სამართალს რა უთხარი, სადაც ჩვენ მოძალადეები გვქია და თქვენ სამართალდამცავები. მე ჩემი შინაგანი რწმენა მაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვა დღეს მე გური მირცხულავა. განურჩევლად იმისა, რა განაჩენი დადგება დღეს, რა იქნება საბოლოო განაჩენი. აქ ვდგავარ ამაყად. და მე მადლობელი ვარ აი თითოეული ამ ადამიანის, თითოეული იმ ნაბიჯის, რომელიც მათ გადადგეს. და ბატონო მოსამართლეო, უბრალოდ ამის საპირწონედ შეუძლია პროკურორს გაიმეოროს იგივე. მე პროკურორი ვაჟა თოდუა, ამაყი ვარ, რასაც ჩავდივარ დღეს და ჩემი თითოეული ნაბიჯი მიზანმიმართულია ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ხო, გაიმეორო. ამ სიტყვების შემდეგ, რომელსაც ინდისის პატიმრები ამბობდნენ სასამართლო დარბაზში, დამსწრეს საზოგადოებისგან მოხვდებოდა ხოლმე ემოციები, ოვაციური შეძახილები, რაც გააღიზიანა ამ ყველაფერმა მოსამართლე და დღის ბოლოს დახურა სხდომა ნაწილობრივ. ამას მოჰყვა დაპირისპირება ხმაური, მანდატურებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს მოქალაქეებს როგორც სასამართლოს დარბაზი, ისე ფოიე და დაპირისპირება გაგრძელდა ასევე სასამართლოს ეზოში. მოქალაქეები ამბობენ, რომ ახლა ქართული ოცნება და მასთან დაქვემდებარებული ყველა სტრუქტურა ცდილობს, რომ კრიტიკული აზრი და ხელისუფლების კრიტიკა ყველანაირად ჩაახშოს. პოლიცია, რომელმაც წესით ჩვენი უსაფრთხოება უნდა დაიცვას და სასამართლო, სადაც უნდა პოულობდეთ სამართალს, ყველაფერი პირიქით ხდება და მე არ მართლა ვერ ხვდები რა კომენტარი შეიძლება გავაკეთოთ, ეს თან პირველად არ ხდება და უბრალოდ რაღაც დროს ეს უნდა დასრულდეს. ეს ბრძოლა და არავის არ ეგონოს, რომ ოდნავ მაინც შეფერხდა და გაჩერდა, არ გავჩერდებით, იწყება ახალი ტალღა, იწყება ახალი მოძრაობა, იწყება ახალი მოქმედება ამ მოძრაობის და ბრძოლის. აქ არის უამრავი ადამიანი შეკრებილი, რომელსაც გული ხელში უჭირავს და არავის არ ეგონოს, რომ ეს გული აღარა აქვს ამ ხალხს. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად იგივე შეგრძნებები და კიდევ უფრო დიდი ბრაზი რაც ჰქონდა.
პროკურორმა ვერც ხდომათა დარბაზში დააკავებულების წინ და ვერც შემდეგ მედიასთან ვერ თქვა და ვერ დაასახელა თუ არსებობს საქმეში კონკრეტული მოწმე პოლიციელი, რომელიც ამავდროულად არის დაზარალებული, თუ ასახელებს ბრალდებულთანგან კონკრეტულად რომელიმე პირს, ვისი ნასროლი ნივთიცაც მან მიიღო დაზიანება. პროკურორს, რომელიც არის სანქცირებული ვაჟათოთუას ამ კითხვაზე პასუხი კონკრეტული სახელის და გვარის დასახელება არ შეუძლია და ვერ შეძლო მან ვერც ხდომათა დარბაზში. რაც შეეხება ადვოკატებს და ოჯახის წევრებს, ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე შვანგირაძემ მიიღო, რეალურად არ გაკვირვებიათ, რადგან თვლიან, რომ რეჟიმი ქართული ოცნების ვერ შეძლებდა სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, რადგან ამით პარტნიორებიც და საქართველოში მოსახლეობაც დაინახავდა, რომ არ არსებობს საფუძველი და ამას დაადასტურებდა მათი გათავისუფლებით, რის გამოც ეს ადამიანები ახლა ციხეში უნდა ისხდნენ. ავიდანვე ეთყობა ხოლმე მსვლელობაში რა იქნება გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება იყო სრულიად ლოგიკური მათი მხრიდან. იმიტომ რომ აქ არ არის მოსამართლე, აქ არის სამი პროკურორი. ძალიან ცუდად მოიქცა, მეგონა რომ კიდევ ადამიანობა იყოფოდა და რაღაც სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებდა. რამენაირად გაანთავისუფლებდა ანგირაოთი ან რაღაცა პირობებით. მაგრამ არც ერთი არ გააკეთა და ეს ძალიან ცუდია და ეს უსამართლოს აქციელია ნამდვილად. ცირკი გრძელდება, მეგობრებო, არ აუშავს. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვალთ. იმდენი ხანი ვედგებით ჩვენს ბიჭებს გვერდით და უსამართლობაა და რა ვიცი, როდესღაც ვიზეიმებთ სამართალს, რა თქმა უნდა, ერთმანეთი გვერდში დგომით, ბრძოლით და დავიბრუნებთ ამ ქვეყანას. არ მიმაჩნია სამართლიანად ეს გადაწყვეტილება. ამაზე მეტყველებს ჩვენი ადვოკატების არგუმენტებიც და არ ვიცი, ალბათ სამართალი მაინც გზას იპოვის. სამართლებრივად მივიღეთ ის შედეგი, რომ პირები მხოლოდ ერთადერთი საფუძვლით შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის გამო არიან პატიმრობაში, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და ფაქტობრივად უკვე მივედით იმ რეალობამდე, როცა ნაციონალური სასამართლო უკვე ფორმალური საფუძვლის გარეშე ტოვებს პირებს პატიმრობაში. პირდაპირ დაადასტურა პროკურორმა, რომ ამ ადამიანებსა ჩვენო არ ვედავებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას. ან პირდაპირ თქვა სიტყვით ეს, რომ ჩვენ ამას არ ვედავებითო. როცა რეალურად ბრალდება ამას ეხება და თვითონ დანაშაულიც ამის შესახებ არის. მაგრამ პროცესი ამას ამბობს პირდაპირ, ოქროში ჩაიწერა ეს უკვე. და არ ვიცი, მაინც რა საფუძვლით ტოვებენ და რა საფუძვლით ზოგადად აგრძელებენ ამ საქმეს, ცოტა გაუგებარი. დენი პოლიციელი ამბობს, რომელიც დაშავებულია, რომ კონკრეტულად აი ამ 11 ადამიანიდან ნასროლმა ნივთმა მიაყენა დაზიანება. როგორც უკვე გითხარით და ფიზიკური ზიანი პოლიციელებმა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების მხრიდან და ამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირებს შორის ბუნებრივი არიან წარმოადგენლი ბრალდებულები, რომლებმაც თავის მხრივ განახორციელეს სხვადასხვა აქტიური ძალადობრივი მოქმედებები. გუშინდელ სხდომაზე მოსამართლე შვანგირაძემ ვეღარ მოასწრო მსჯელობა დაცვის მხარის მტკიცებულებების დაშვება არ დაშვებობაზე. შესაბამისად 11 პატიმრის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილზე მსჯელობა უკვე 10 მარტს გაგრძელდება.